არასოდეს არ უპასუხო ქუჩაში გამულელს კითხვაზე რომელი საათია. თუ ადამიანი თქვენთან მოვიდა და მოგიახლოვდათ და კითხათ რომელი საათია, არ უპასუხოთ, რადგან დროსთან ერთად ის თქვენ გართმევთ სიცოცხლის წლებს და თქვენს ბარაქას და ჯანმრთელობას. ადამიანები გადავიდნენ ჯადოს კეთებაზე ყველა გზებით. თქვენ დანახული გექნებათ ვიდეოებშიც, ქართული, არაქართული, როგორ დგანან ეკლესიაში მოხუცები და როგორ წყვიტავენ თმას ახალგაზრდა გოგოებს. ეს ის არის, რასაც მე სულ ვლაპარაკობ, ვისაც არ სჯერა, ალბათ როდესმე დაიჯერებს, ეს ჩვენი გეგმა არ არის, რომ ვიმებრა დაიჯეროს, ჩვენ არ გვჭირდება არავინ, უბრალოდ ზოგადად ვსაუბრობ. ახალგაზრდობა რომ მიიღონ, ჯანმრთელობა რომ მიიღონ და ეს ადამიანი დაუძლოვდეს. ასევე ადამიანები მოულოდნელად ქუჩაშიც აკეთებენ ჯადოს, ჩაილაპარაკებენ ლოცვას, მოვლენ თქვენთან და სრულიად უცნობ ადამიანს, შეიძლება იცით ერთ რამესაც ვიტყვი, ეს ადამიანი თქვენ საერთოდ არ გიცნობდეთ. ძირითადად აი 60-70%, როდესაც ქუჩაში აკეთებენ ჯადოს, 60-70% არ იცნობენ ერთმანეთს და არც არის საჭირო. უბრალოდ იმეტებენ სხვა ადამიანს იმისათვის, რომ გადაულოცონ ცუდი ბედი და მისგან აიღონ დრო და ჯანმრთელობა. კიდე ესე სხვისგან გააკეთებენ, კიდე სხვისგან და ამასობაში ეს ადამიანები წარმატებებს აღწევენ და თქვენ, ეს ადამიანი, რომელიც მსხვერპლი გახდება, უძლურდება. ამას ძალიან წარმატებით აკეთებენ ტაძარში. ტაძარი ყველაზე დიდი ჯადოს, ესე ვთქვათ, გაკეთების ცოტა ისეთი თქმა შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ პოპულარული ადგილია, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ამერიკაში ნაკლებად. ამერიკაში პირდაპირ გეტყვით, რომ ტაძარს საერთოდ არ იყენებენ არანაირი გასაკეთებლად მსგავსი წვრილმანების. ცოტა სხვა ქვეყნებში კი. ამიტომ მეგობრებო, გაფრთხილდით, არ გააკეთოთ მსგავსი რამ და დამიწერეთ კომენტარში თუ მოსულა თქვენთან ვინმე უკითხავს საათი. თუ გიგრძნიათ რიგში, რომ შემთხვევით თმა ვინმე მოგწიწკნათ, თვითონ ჩაეტანა რაღაცაში, თუ ვინმე სანთელი მოგადოთ, ან ხელის მოკიდება იციან ხოლმე, კიდე ეს ხელს მოკიდებენ, ან როგორ ხარ, ან რაღაცა ხელს გაგისმევენ, კატეგორიულად არ შეიძლება.